და მე გულისხმობ ჩემს ქართულ ფილმებს ეხლა რა თქმა უნდა უფრო დიდი კინოს გადაღებულ საქართველოში და ქართული ფილმები უფრო მაღალ დონეზე გასულა, თუნდაც აი ოსკარამდე მისულა, ხო? ქართული კინო. მაგრამ მე გულისხმობ აი ეს ფილმები მე რო სახში ან ნებისმიერ ადგილზე ჩართული დამხვდეს, ან რომ მე ნებისმიერ დრო ჩართო ნებისმიერ ადამიანებთან ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემი აზრით top 3-ში შევიდოდა პირველი მერცხალი. ეს რაღაცა ქრონოლოგიურად არ მიყვები, უკეთესი ან უფრო ცუდი. პირველი მერცხალი შერეკილები და უდიპლომო სასიძე როგორც ვახსენეთ. ჩემი top 3 რეალურად უდიპლომო სასიძო, შერეკილები მეც და ბოლო ალბათ მანდარინები. ან მე უფრო წავედა ცოტა ეგრეთ წოდებული პაპსა ფილმებისკენ. ხო, გასაგებია, მაგრამ აი მანდარინები როცა პირველად უყურე, მაშინ პატარა ვიყავი, მაინც ბავშვი ვიყავი, მაგრამ წლების განმავლობაში აი ყოველწლიურად როცა გადის ვუყურებ ხოლმე და ძალიან ახლოს არის რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ სასიამოვნო საყურებელია და ეს ოსკარამდე მიაღწია, უმთლად მანდარინებმა მიუხედავად იმისა, რომ არ გამოაჯვია.